თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. მედიასთან კომენტარი გააკეთა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა. ბოლო ინფორმაციით ხატია ჯამალაშვილი შემოგვიერთდება ახლა. მოამბის ეთერში ხატია გისმენთ. მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი ჩვენთან საუბარში აცხადებს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში არ შეინიშნება უარყოფითი დინამიკა. ლევან რატიანის განცხადებითვე, თორნიკე რიჟვაძეს ამ დროისთვის ყველა შესაბამისი სპეციალისტის საჭირო კვლევები უტარდება და მისი მდგომარეობა შეესაბამება მიღებული დაზიანების სიმძიმეს. თორნიკე რიჟვაძე საუნივერსიტეტო კლინიკაში საგარეჯოს ჰოსპიტალსის კლინიკიდან გადმოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ჯეო ჰოსპიტალში თორნიკე რიჟვაძე 7 ივლისს მოხვდა. მას აღენიშნებოდა გულმკერდის არეში მიღებული ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება, რომლის შედეგადაც მას ასევე დაზიანებული ჰქონდა ფილტვით. მას საგარეჯოში ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და მას შემდეგ, რაც შედარებით დასტაბილურდა სასიცოცხლო მაჩვენებლების, უკვე გადმოიყვანეს თბილისში საუნივერსიტეტო კლინიკაში და ის ამ დრომდე აქ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე. უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა, ყველა დარგის ექიმის სპეციალისტის კონსულტაცია და მისი მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების სიმძიმეს. თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით საქმე არის აღძრული 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პირი არის დაკავებული, ეს არის ალექსი ახვლედიანი, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება ზაჰაში. მას ამ დრომდე ჯერჯერობით ბრალი არ აქვს წარდგენილი, მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება. ალექსი ახვლედიანი არის ის პიროვნება, ვის სახლშიც 7 ივლისს იმყოფებოდა თორნიკე რიჟვაძე. სავარაუდოდ დღის ბოლომდე ალექსი ახვლედიანს უკვე წარუდგენენ ბრალს და ამის შემდეგ უკვე აღკვეთი ღონისძიების შესაფარდებლად ჩაინიშნება სასამართლო პროცესი. მადლობთ ხატია ჯამალაშვილი საუბრობდა რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში.